Am ტემპით ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოველ მასწავლებელსაც გადაუსწრებს. ასე ეხმაურებიან ევროპარლამენტარები ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღიან პატიმრობას Facebook პოსტის გამო. ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის ხელწერაში პუტინის მეთოდებს ხედავენ. ლიეტუველი რასა იუკნევიჩიანი ამბობს, რომ ქვეყანაში ივანიშვილი კრემლის სტილის რეპრესიებს აყალიბებს და ევროკავშირმა ამაზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს. გერმანელი ევროპარლამენტარი მიხაილ გალერი კი წერს, რომ საბჭოთა კავშირი საქართველოში რეალურ სახეს იღებს. რატომ ახსენდებათ ევროპარლამენტარებს საბჭოთა ხელწერა? ამის ასობით кейსი არსებობს, თუმცა მე მოგიყვებით რამდენიმე ყველაზე გახმაურებელ საქმეზე, როცა ჟურნალისტები უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადეს და მათი დაკავებები დაიწყეს პირდაპირ ეთერში სიმართლის თქმისთვის და მათ შორის სხვადასხვა პლატფორმებზე საჯეროდ აზრის გამოხატვის გამო. ბოლო პერიოდში ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მარინა ოვსიანოვაა, რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორი, რომელმაც 2022 წლის მარტში პირდაპირ ეთერში საინფორმაციო გადაცემა ვრემიას მიმდინარეობისას წამყვანი ზურგს უკან დადგა პლაკატი. არა ომს, შეაჩერეთ ომი, ნუ გჯერათ პროპაგანდის, აქ გატყუებენ. მოგვიანებით კრემლის წინ გამართა პიკეტი პლაკატით, სადაც პუტინის მკვლელი უწოდა. შედეგი დადგა ის, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა არმიის შესახებ ფეიკების მუხლით. მას რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლა თითქმის 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უცხოეთის აგენტად გამოაცხადა პუტინის რეჟიმმა ნატალია სინძეავაც, რუსული დამოუკიდებელი არხის დურჯის დამფუძნებლის წინააღმდეგ საქმე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობის გამო დაიწყო და 2022 წლის ოქტომბერში იუსტიციის სამინისტრო მის აგენტად ცნო. სინძევა ახლა ძებნაშია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ძებნა გამოცხადდა ეკატერინე კოტრიკაძისა და წიხონ ძიატკოს წინააღმდეგ. ტელეკომპანია დოჟის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და მთავარი რედაქტორი რუსული პროპაგანდისა და რეჟიმის კრიტიკის გამო ხელისუფლების მთავარ სამიზნეებად იქცნენ. ისინიც აგენტებად გამოაცხადეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ წიხონ ძიატკოვზეც ოფიციალური ძებნა გამოაცხადა. მას ბრალად ედება რუსული არმიის შესახებ ფეიკების გავრცელება. ეკატერინე კოტრიკაძის წინააღმდეგ კი აღძრულია საქმეები ომის კრიტიკული გაშუქებისა და კრემლის პოლიტიკის მხილების გამო. ასე მოხდა ჟურნალისტ მიხაილ ფიშმანის შემთხვევაშიც. ის დოჟის წამყვანი პოლიტიკური მიმომხილველი და გადაცემა იტაგდალის ავტორი იყო. ფიშმანი რუსული რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსია. 2022 წლის გაზაფხულზე ისიც უცხოეთის აგენტების რეესტრში შეიყვანეს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსული არმიის დისკრედიტაციისა და ფეიკების მუხლით. მიზეზი კი მისი ყოველკვირეული გადაცემები გახდა, სადაც ის ბუჩის ტრაგედიაზე, მარიუპოლის ბლოკადასა და პუტინის რეჟიმის დანაშაულებზე ღიად საუბრობდა. პირდაპირ ეთერში ყალბი ცნობების გავრცელების, გაკეთებული რეპორტაჟებისა და ინტერვიუების გამო ძებნაშია დოჟის ყოფილი გენერალური დირექტორი დმიტრი ელსკოც. ის პრაქტიკულად ზღვაში წვეთია იმ საქმეებისა, რომელიც პუტინის რეჟიმმა კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრა. ეს ეტაპობრივად ხდებოდა რუსეთში, მაგრამ ბოლო წლებში, რაც ომი მიმდინარეობს უკრაინაში, საყოველთაო მასშტაბი მიიღო ამან. ჩვენ ვიცით, არა ათობით, არა ათასობით შემთხვევა, როდესაც ადამიანებს იჭერდნენ იმის გამო, რომ თავიდან გამოდიოდნენ ქუჩაში და ამბობდნენ იმას, რასაც მათთვის რუსეთის ხელმძღვანელობისთვის და არა მარტო საყვარელ საბჭოთა კავშირში, რაც იყო მთავარი ლოზუნგი, ხო? არა ომს, მშვიდობა გვინდა და არა ამის გამო, თეთრი ფურცლით გამოდიოდა ხალხი და ამის გამოც იჭერდნენ. ნებისმიერი გამოხატვა პროტესტის რუსეთში იყო და არის დაჯადი. ასობით შემთხვევა ჟურნალისტების მიმართ რეპრესიების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მიმართ ჩვენ ვიცით ჟენია ბერკოვიჩის და ლუდმილა პეტრიჩუკის გაუგონარი საქმე, როდესაც ეს ორი ხელოვანი ადამიანი დაიჭირეს და 6 წლით ჩასვეს ციხეში. სპექტაკლის გამო ვითომ და ტერორიზმის გამართლება გახდა ესე იგი მთავარი ბრალდება, აშკარა გახდა, რომ ჩვენი ხელისუფლება სულ უფრო და უფრო ცდილობს უფრო ახლოს მივიდეს რუსეთთან. უფრო, არ ვიცი, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს და ისეთი კანონები, რომელიც რუსეთს მოეწონება. ესეთი გარემო, არც მედია გარემო, არც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით
არასოდეს არ ყოფილა საქართველოში. დღეს, როდესაც საქართველოში ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში დაწერილი Facebook პოსტების საჯარო პროტესტისა და კრიტიკული აზრის გამო აკავებენ, შეუძლებელი არ დაინახო ის პარალელები, რომლებიც კრემლის რეპრესიულ მანქანასთან გვაახლოებს. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, მრავალი 10 წლეულია პუტინის ხელწერა და ჟურნალისტების მასიური დაკავებები რუსეთში, განსაკუთრებით სწორედ უკრაინაში 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ დაიწყო და გაძლიერდა.